სადაზღვევო კომპანიებს და მომხმარებელს ხშირად არ ესმის ერთმანეთის. ბევრ ჩვენგან საკუთარ თავზე გამოუცდია კომუნიკაციაში ამ გეფის შედეგები. მოლოდინი ქონიათ ანაზღაურების, თუმცა უშედეგოდ. ამ პოდკასტის მიზანი სწორედ ის არის, რომ დაგეხმაროთ ნავიგაციაში, ხო და თუ ჯერ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, ძალიან კარგი დროა, რომ დააჭიროთ ხელი subscribe ხილაკს და გამომიწეროთ. მე კი მოგესალმებით. ალბათ გიგრძნიათ, რომ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი და თქვენ სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. მაშინაც კი, როდესაც თქვენი საკუთარი ავტომობილის დაზღვევაზე გაქვთ განხილვა, ან თქვენი სადაზღვევო შემთხვევის ზარალს განიხილავთ. თქვენ მარტო არ ხართ, ჩემი პირველი შეხებაც ამ სფეროსთან, როდესაც პირველი მეილი მივიღე ანდერაიტერებისგან, მეგონა რომ რებუსი მედო წინ, რომელიც უნდა ამომეხსნა, ასე რომ მარტო არ ხართ და ჩემი მიზანი არის რომ დაგეხმაროთ ამ რებუსის ამოხსნაში და შესანიშნავი სტუმარი მყავს, რომელიც დაგვეხმარება ამ რთული ენიგმის ამოხსნაში. სადაზღვევო კომპანია ირაოს ავტოდაზღვევის ანდერაიტერი ცვატა ბერძენიშვილი. ცვატა სტუმრობა მნიშვნელოვანია არა მარტო მისი გამოცდილების გამო ავტოდაზღვევაში, არამედ მისი გამოცდილების გამო როგორც ტრენერის, ანალიტიკურ აზროვნებაში, სოციალურ და განათლების ფსიქოლოგიაში. ამიტომ ცვატა ერთნაირად კარგად ფლობს როგორც ავტოდაზღვევის თემას, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის თემას. ერთგვარად. დიდი მადლობა ცვატა, მოგესალმები. გამარჯობა ანი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა პირიქით მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის და მე ერთი-ორი სიტყვით მინდა რომ კომპლიმენტი გითხრა ამ წამოწყებისთვის, იმიტომ რომ სადაზღვევო სფეროში არის გარკვეული ცოდნა, მნიშვნელოვანი ცოდნა დაგროვილი საქართველოში, თუმცა ეს ცოდნა აქამდე ყოველ შემთხვევაში იხარშებოდა ძალიან ვიწრო წრეში. და არ იყო ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის და გეთანხმები შენ შესავალთან დაკავშირებით, რომ ბევრი მომხმარებლისთვის, რომელიც მიმართავს სადაზღვევებს, ან მიუმართავს, ან მომავალში აპირებს მიმართავს, რაღაცები ბუნდოვანია, რაღაცები არ ესმით, რაც ყველაზე ცუდია, რაღაცები არასწორად ესმით. ამიტომ აი ესეთ მე სულ მქონდა იმის დანაკლისის განცდა, რომ აი ესეთი პოდკასტი იქნებოდა თუ ნებისმიერი ფორმის, რაიმე საგანმანათლებლო შეიძლება დაგვარქვათ, რაც მომხმარებლებს გაუადვილებდა გზის გაკვალვას, სწორი მოლოდინების შექმნას დაზღვევასთან მიმართებით, იქნებოდა ძალიან კარგი. ამიტომ მადლობა ამისთვის, ამ წამოწყებისთვის. უყურე წინა გადაცემებს და ძალიან საინტერესო იყო. შესანიშნავი სტუმრები ყავდა, იმედი მაქვს, რომ ჩემი სტუმრობაც საინტერესო და სასარგებლო იქნება და რასთავარია გისურვებ დიდ წარმატებას, რა თქმა უნდა, შენს მაყურებელთან ერთად. დიდი მადლობა ცოტა ამ შეფასებისთვის და გადავიდეთ საქმეზე. დავიწყოთ. კი ბატონო. დავიწყოთ. და პირველი საკითხი, რაც მინდა რომ შენთან განვიხილო, ნახე რომ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% არის დაზღვეული. 7.8%-მდე რო ავიღოთ. კი ბატონო, 8%-მდე დაახლოებით არის დაზღვეული. რატო არ აზღვევს ხალხი ავტომობილს? რა უნდა გაუმჯობესდეს, რა უნდა დაემატოს, რომ ხალხი უფრო მეტად ჩაერთოს ამ სფეროში, დაინტერესდეს და დააზღვიონ საკუთარი ავტომობილი? კარგი, ცოტა შორიდან დავიწყებ. დავიწყებ იქიდან, რომ აი ეგ რიცხვი 7.7%, რაც ბოლოს ანგარიში იყო დაზღვევის ზედამხედველობის, არასწორი რიცხვია, იმიტომ არა, რომ არასწორად დაითვალეს. არასწორი რიცხვია, ანუ მცდარი რიცხვია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ამ პროცენტის გამოთვლისას ვეყრდნობით ორ რიცხვს. ერთი რიცხვი არის დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა და მეორე რიცხვი არის სულ საქართველოში არსებული ავტომობილების რაოდენობა. დაზღვეული ავტომობილების რაოდენობას რაც შეეხება რიცხვი სწორია, მაგრამ საქართველოში არსებულ ავტომობილებს რაც შეეხება ეს რიცხვი ძალიან მნიშვნელოვნად განსხვავდება სწორი რიცხვისგან. საიდან მოდის ეს რიცხვი? ბოლო სტატისტიკით გუშინ წინ შევამოწმე, საქართველოში არის დაახლოებით 1.8 მილიონ ავტომობილი აქტიური სტატუსით რეგისტრირებული, 1.790.000 რაღაც. ეს რიცხვი მოდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზიდან, ანუ აქტიური სტატუსით რეგისტრირებული ავტომობილების ბაზიდან, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი. თუ კი ავტომობილი აღარ არსებობს საერთოდ, მაგალითად მე ჩემი ავტომობილი განადგურდა მთლიანად, ან ნაწილებად დავშალე, ისე გავყიდე, ნაწილ გავყიდე, ასე ვთქვათ, მე კანონით არ მაქვს ვალდებულება, რომ ეს ავტომობილი ჩამოვწერო, ასე ვთქვათ. ანუ რეალურად ავტომობილი აღარ არსებობს, მაგრამ
შსს ბაზაში აქტიური სტატუსით მაინც არის რეგისტრირებული ეს ავტომობილი და ასეთი ავტომობილი არის 10,000-ობით. თქვენ თუ დეტალურად ნახავთ ამ ბაზას, შსს საიტზე დევს პოლიციაზე შეგვიძლია ვნახოთ, ძალიან ბევრი ავტომობილია, მაგალითად იქ ავტომობილები არის კატეგორიების მიხედვით დალაგებული, მათ შორის გამოშვების წლებით და ბევრ ავტომობილს იპოვით, რომელიც თქვათ საუკუნეზე მეტი ხნის წინ არის გამოშვებული. 1899 წელს გამოშვებული ავტომობილი შემხედრე. ამიტომ ანუ ეს ავტომობილები ცხადია რომ ბუნებაში აღარ არსებობს. ან თუ არსებობს 1-2 როგორც საკოლექციო და მუზეუმში და ასე შემდეგ. და ასეთი ავტომობილები როგორც წეგავ თქვი არის 10,000-ობით. ამიტომ ჩვენ გვიწევს რაღაც ექსტრაპოლაციები, რაღაც ასე ვთქვათ ჩვენით შეფასება იმისა თუ რამდენია რეალური რაოდენობა ავტომობილების საქართველოში. თუ ჩემი დათვლით და მგონია რომ დიდად არ ვიქნები აცდენილი რეალობას, ჩემი დათვლით საქართველოში რა თქმა უნდა უფრო ნაკლები ავტომობილია ვიდრე 1,800,000 და დაზღვეული ავტომობილების რაოდენობა არის სადღაც 13-14%. მაინც მნიშვნელოვნად ნაკლები, თუმცა 7-8%-ზე მეტი არის. ანუ უხეშად რომ თქვათ, ყოველი მეშვიდე ავტომობილია დაახლოებით თუ ავიღებთ საქართველოში დაზღვევან, რასაც ვხედავთ ქუჩაში რომ თბილისში ავტომობილები მოძრაობენ, უხეშად რომ ვთქვათ, ყოველი 7 ავტომობილიდან 6 არ არის დაზღვეული. რაც ძალიან დიდი რიცხვია თუ ჩვენ შევედარებით განვითარებულ ქვეყნებს. საითკენაც გვაქვს სწორება და სადაც გვინდა რომ მივიდეთ საბოლოო ჯამში, იდეაში სადაც უნდა გვინდოდეს. და სადაზღვევო ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ ავტოდაზღვევა ერთ-ერთი პოპულარული დაზღვევაა საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევის მერე. იგივე უძრავი ქონების მიმართულებით საერთოდ კატასტროფული სიტუაციაა თუ რაოდენობაზე ვიტყვით, სადღაც 2023 სტატისტიკა მე არ მგონია დიდად შეცვლილი იყო, მაგრამ ბაზარზე მთელ საქართველოში არსებული უძრავი ქონები სადღაც 5% მხოლოდ დაზღვეულია, 15% დაუზღვეველია და ეგ სწორი სტატისტიკაა. სამწუხაროდ. რატომ არ აზღვევენ ადამიანები ავტომობილებს? აქ არის სუბიექტური ფაქტორებიც, აქ არის ობიექტური ფაქტორებიც, აქ არის ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, ჩემი პირველი განათლება სანამ დაზღვევაში დავიწყებდი მუშაობას, ფსიქოლოგია იყო და რაღაცები მახსოვს იქედან და ეს არის ერთ-ერთი გავრცელებული წინარწმენა ადამიანების, წინასწარი განწყობა, რომ ზოგადად ეს მარტო ავტოდაზღვევას არ ეხება. ზოგადად. ყველა ცუდ მოვლენაზე შეგვიძლია ამის განზოგადება, ეს მე არ დამემართება. და ერთ-ერთი მიზეზი არის ის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ეს სუბიექტური მიზეზი, რომ ეს მე არ დამემართება და ტყუილად რატომ დავაზღვიო. ზოგადად ჩვენთან თუ ადამიანმა დაზღვევა შეიძინა და მე არ გამოიყენა ბრჭყალებში ასე დავარქვათ, ანუ ზარალი არ დაუდგა, არა უნაზღავდა რაღაცა, ბევრი ადამიანი თვლის რომ ეს არის ტყუილად გადაყრილი თანხა, რაც არის ფუნდამენტურად არასწორი გაგება დაზღვევის მნიშვნელობის. დაზღვევის მნიშვნელობა არ არის ის, რომ აი მე თუ დავაზღვიო, უეჭველი ზარალი დამიდგება და მე გადამიხდია. საერთოდ დაზღვევა ყოველთვის დგას ალბათობებს, ანუ გარკვეული ალბათობა არსებობს, რომ ზარალი დაგიდგება. თუ შენ ზუსტად ვიცით რომ ზარალი დაგიდგება, მაშინ ეგ დაზღვევა აღარ გამოდის, ხო? და თუ ასევე ვიცით რომ ზუსტად ვიცით რომ ზარალი არ დადგება, მაშინ დაზღვევითაც საერთოდ არ დააზღვევ. ამიტომ ეს ალბათობა ყოველთვის უნდა იყოს 0-სა და 1 შორის. 0-ზე მეტი 1-ზე ნაკლები და სადაზღვევო კომპანიას მუშაობის პრინციპი არის ის, ეს ახლა ბევრმა იცის რომ ბევრი ადამიანისგან, პულს ვეძახით, მაგათ პულში შესული ბევრი ადამიანისგან, ჩვენ ვკრებთ სადაზღვევო პრემიებს, რომელიც რეალურად უფრო ცოტაა ვიდრე მათი ქონების ღირებულება, რასაც აზღვევენ, რა თქმა უნდა, თორე ისე რატო დააზღვევ ხა უფრო ძვირს რატო გადაიხდი შენი მანქანა თუ $10,000 ღირს, 10,000-ზე ძვირს რა თქმა უნდა არ გადაიხდი მის დაზღვევაში. ბევრისგან კრებს ცოტას იტოვებს თვითონ, კი ბევრს გონია რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვიტოვებთ და ხალხს ყლებთ და ასე შემდეგ, მაგრამ იგივე ზედამხედველობის ანგარიში თუ ჩახედავთ 2024 წელს სადაზღვევო ბაზრის ბრუნვა, ანუ მოზიდვა მთლიანად არის სადღაც $1,300,000,000 და წმინდა მოგება არის $127 მილიონი. და გულისხმობ არა რომელიმე კომპანიას, არამედ მთელი ქართული სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება 2024 წელს იყო $127 მილიონი, რაც არ არის დიდი რიცხვი მოზიდვასთან შედარებით, რომელიც $1,300,000,000 კომპანიაში ნაწილდება. 19 კომპანიაში რაც არის ეს 127, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროპორციით გადანაწილებული. ხო? ამიტომ ცოტას იტოვებს სადაზღვევო კომპანია და უდიდეს ნაწილს გააჩნია ნაწილს ახლა დაზღვევის პროდუქტის მიმართულებით უნაწილებს იმათ, ვისაც დაუდგათ ამის საჭიროება. ხო, აი მე მაგალითად მაქვს აღებული ონკოდაზღვევა, კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, სადაც თვეში ვიხდი 17 ლარს, რომელიც ჩემთვის დიდი ფინანსური ტვირთი არ არის, მაგრამ თუ დამიდგა
საჭიროება სადაზღვევო კომპანია 100,000 ლარს გადამიხდის. ეგრევე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩავთვალო, რომ თუ პირობითად კიბო არ დამემართა, ამიტომ 17 ლარით ყვილად ვიხადე. არა, ეს 17 ლარი შემიძლია შევხედო ესე, რომ მოხმარდა ვიღაცის კიბოს მკურნალობას, მაგალითად, ხო? ამიტომ ეხლა ცოტა გამიგრძელდება მაგაზე რომ გავაგრძელო ლაპარაკი, მაგრამ ერთი მიზეზი არის ეს სუბიექტური, რომ ადამიანები თვლიან, რომ ეს მე არ დამემართება და აი თუ დაემართათ ძალიან ბევრი ადამიანია, მათ შორის ჩვენი კლიენტებიც, სხვა სადაზღვევო კომპანიების, ვისაც დაზღვევა მე მოუნდა, როცა ფაქტის წინაშე დადგა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ავტოდაზღვევა საქართველოში არის შედარებით ძვირი. თუ რატომ არის ძვირი, მაგაზე მე შეგვიძლია გავშალოთ რამდენიმე სამი ძირითადი მიზეზი მაქვს და მე შეგვიძლია მაგაზე ვილაპარაკოთ, რატო არის საქართველოში ავტოდაზღვევა ძვირი. მესამე მიზეზი ასევე სუბიექტურია, რომელსაც ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თვითონ არის საშუალოზე უკეთესი მძღოლი. რაც ბუნებრივად არასწორი იქნება, თუ ყველა ადამიანი საშუალოზე უკეთესი მძღოლია, მაშინ საშუალო გაცილებით ზემოთ ყოფილა, ვიდრე საშუალო მძღოლია. ამიტომ მათემატიკურად არასწორი იქნება ეგ. ამიტომ გონიათ საკუთარი თავის საშუალოზე უკეთესი მძღოლი, მაგრამ უხეშად თუ ვიტყვით, მძღოლების ნახევარი არის საშუალოზე უარესი. და მხოლოდ მეორე ნახევარი არის საშუალოზე უკეთესი მძღოლი. და ამ პლუს ამას ემატება უნდობლობა სადაზღვევო ბაზრის მიმართ, ხო? იმიტომ რომ ეხ ნებისმიერ სადაზღვევო კომპანია რო ავიღოთ, ეყოლება დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი, ძალიან კმაყოფილი მომხმარებელი და ასევე ეყოლება ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელიც, ხო? სუბიექტური მიზეზი იქნება თუ ობიექტური მიზეზი იქნება, ფაქტია და ბუნებრივია, როცა გესმის რაღაცეები, კარგიც და ცუდიც, ცუდი უფრო ხდება ყურში, ეხა ეგ ყველამ ვიცით, უფრო მეტად გამახსოვდება და 10 ადამიანმა რო გიქოს რომელიღაც კომპანია და ერთმა რო შენ თვალწინ მიწაში ჩადოს, ის ერთი უფრო კარგად დაგამახსოვდება. თან უნდობლობას განაპირობებს ისიც, რომ ჩვენი სადაზღვევო ისტორია საქართველოში არ არის დიდი. მაგ სულ რაღაც 35 წელს ითვლის, ანუ 1990 წლიდან, როცა ალდაგი შეიქმნა პირველად, ხო? 35 წელი არის ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ ნებისმიერი ინდუსტრია და მათ შორის ისეთ რთული სფერო, როგორც სადაზღვევო სფერო, სრულყოფილად განვითარდეს და ესე ანტაპუნქტით მოიზიდოს კლიენტები, ხო? ანუ 35 წელი ძალიან ცოტა დროა მაგისთვის და მე ვფიქრობ, რომ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ როდის დაიწყო ჩვენთან სადაზღვევო სფერო, სადაზღვევო ბიზნესმა ოპერირება, რა გზები გავიარეთ, ეხლა ის 90-იანი წლები და ასშენაკ დაზღვევისთვის კი არა, პური როგორ დაზღვევა კი არა, პური როგორ ეყიდა ადამიანს იმას ფიქრობ და მაინც ასე თუ ისე ნორმალურად ვართ. უკეთესი რა თქმა უნდა, ყოველ შესაძლებელია, ყოველ სასურველია, მაგრამ ფაქტია, თუ მაგალითად მე ყოველ პერიოდულად ვაკვირდები ხოლმე ანგარიშებს, ყოველ წლიურს კი ყოველ კვარტალურს და სადაზღვევო ბაზარი ფართოვდება და ვითარდება. მე თუ მკითხავთ, არც იქნება სასურველი, რომ ეს რიცხვი უცებ გაიზარდოს. ეხლა ჩემი მიერ ნახსენები 14%, უცებ რო 94 გახდეს, ფიზიკურად ვერ შეძლებს ბაზარი მაგის აწევას. მზად არ იქნება, რა თქმა უნდა. ამიტომ ზრდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ტემპიც მნიშვნელოვანია ამ ზრდის. ევოლუციურად და არა რევოლუციურად. თავარია რომ წინ მივდივართ. კი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იქ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ მეტი ტემპი სასურველი იქნებოდა, უფრო სწრაფად აჩქარება, უფრო მეტი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ დაეზღნენ. ამაზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ თავარი ფაქტი არ იცვლება, რომ წინ მიდის ბაზარი და რაც არის ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო. აი შენ ახსენე, რომ ძვირია. ავტოდაზღვევა ძვირია. მოდი ვთქვათ, რასთან შედარებით არის ძვირი? ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვის ვადარებთ თავს, ან რას ვადარებთ მონაცემს ძვირს და რატო არის ძვირი? ხო, ძვირს როცა ვამბობ, ძვირი არის სუბიექტური ტერმინი და აუცილებლად ის რომ ობიექტური გახდეს, უნდა იქონდეს რაღაცა შესადარი. ჯერ ერთი ავტოდაზღვევა, მოდი ასე ვიტყვი, ობიექტურად ძვირია დაზღვევის ბევრ სხვა სახეობასთან შედარებით. მაგალითად, ქონების, უძრავი ქონების დაზღვევასთან შედარებით, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ მოძრავი ქონების დაზიანების რისკი უფრო მეტია, ვიდრე უძრავი ქონების დაზიანების რისკი. იმიტომ რომ ბევრი სხვა რისკები ემატება ზემოდან იქ. ადამიანური ფაქტორებიც, ფიზიკური ფაქტორებიც, რაც რა თქმა უნდა, უძრავი ქონების დაზღვევაშიც არის, მაგრამ შედარებით ნაკლებად წარმოუდგენელი. ამიტომ თუ ავიღებთ მაგალითად სადაზღვევო პრემიის მიმართება სადაზღვევო თანხასთან, სადაზღვევო თანხა არის
გასაგებ ენაზე რო ახსნათ მაყურებლისთვის, ის ღირებულება, რაც ღირს თქვენი ქონება, რომელსაც აზღვეთ. მაგალითად, თუ თქვენი მანქანა ღირს $10,000, ესე იგი თქვენი მანქანის სადაზღვევო თანხა არის $10,000 და თუ ავიღებთ გადასახდელი პრემიის მიმართება სადაზღვევო თანხასთან, ავტოდაზღვევაში მაგალითად გაცილებით ძვირის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე თქვა თქვენი ბინის დაზღვევაში. თუ თქვენი მანქანა ღირს $10,000 და ბინა $100,000, ნომინალურადაც კი თქვენ მანქანაში უფრო ძვირს გადაიხდით, ვიდრე ბინის დაზღვევაში, თანხობრივადაც კი. მეორე მხრივ, ჩვენთან დაზღვევა ძვირია, სხვა ქვეყნებთან მიმართებით თუ ავიღებთ საშუალოდ, ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან იაფი იყოს, ან ვიღაცისთვის შეიძლება არაფერს არ ნიშნავდეს ეგ თანხა, მაგრამ საშუალოდ სხვა ქვეყნებთან მიმართებით თუ ავიღებთ, არა ნომინალურად, აი თქვა მე $500 ვიხდი და იქ ამერიკაში ჩემი ბიძაშვილი $1,000 იხდის, მაგალითად 2,000. ნომინალურად ამერიკაში რა თქმა უნდა გაცილებით ძვირია თვითონ თანხები რო შეადარო კონკრეტულ თანხები ერთმანეთს. ჩვენთან ძვირია მიმართებით მოსახლეობის შემოსავალთან და მათ ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებით საშუალოდ ავტოდაზღვევა უფრო ძვირია. ამას აქვს თავისი სუბიექტური მიზეზები და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც. მე ჩვენ შეგვიძლია გავშალოთ. აი აქ გავშალოთ რა არის ეს მიზეზები. რატომ არის ძვირი საქართველოში ავტომობილების დაზღვევა? ამას აქვს თავისი სუბიექტური და თავისი ობიექტური მიზეზები. დავიწყებ ობიექტურით. ობიექტური მიზეზი არის ის, რომ ავტობაზართან დაკავშირებით ჩვენთან თუ რამე არის ხელშესახები, ყველაფერი არის იმპორტული. ანუ არაფერი არის წარმოება საქართველოს. ჩვენ არაფერს წარმოება არ გვაქვს, არც ავტომობილების, არც მისი ნაწილების. შესაბამისად, მთლიანად მიბმული ვართ საერთაშორისო ბაზარზე. თან ჩვენ ძალიან პატარა ბაზარი ვართ, თქვა მთლიან ბაზართან შედარებით და შესაბამისად, რადგან მიბმული ვართ მათზე, მიბმული ვართ ვალუტის კურსზე, მიბმული ვართ ტრანსპორტირების ხარჯზე, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა, მაგალითად თუ შევადარებთ კოვიდამდე და კოვიდის მერე განსაკუთრებით კოვიდის პერიოდი აღმოჩნდა განსაკუთრებით გარდამტეხი სადაზღვევოებისთვის, როგორც ზარალიანობის კუთხით, ასევე ფასების კუთხით, შეკეთების, შეფასების კუთხით. ამიტომ თუ მაგალითად რაღაც ნაწილის ტრანსპორტირება ამერიკიდან საქართველოში გაძვირდა, შესაბამისად გაძვირდა ზარალის მომსახურებას და ბუნებრივია რომ ძვირდება პრემიაც. მეორე მიზეზი, წეგან უკვე ნახსენები და სუბიექტური მიზეზია, არის ის რომ ცოტა ეზღვევა. შეიძლება ცოტა ისე გასაკვირია ჟღერდეს, მაგრამ რაც უფრო მეტი დაეზღვევა, მით უფრო გაიაფდება სადაზღვევო პროდუქტი, იმიტომ რომ პულში რაც უფრო მეტი პული გაიზრდება, პულში რაც უფრო მეტი ადამიანი შემოვა, მით უფრო გაიაფდება. ახლა რას გულისხმობ? მე მაქვს ასეთი თეორია, რომელიც არ გადამიმოწმებია ჯერ, რა თქმა უნდა, ავტოდაზღვევის მიმართულებით მგონია რომ მართალი ვარ. ვინც ეზღვევა, ის მცირე ნაწილი ადამიანების, რომლებმაც გადაწყვიტეს თავისი ავტომობილების დაზღვევა, ხო? მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, მე არ ვიცი კონკრეტული რაოდენობა, მაგრამ ეზღვევიან, იმიტომ რომ მათ ეს სჭირდებათ. თვლიან რომ სჭირდებათ და ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ სჭირდებათ დაზღვევა, შესაბამისად გამოყენებაც მეტი აქვთ. და თუ გამოყენება მეტი აქვთ, ბუნებრივია რომ სადაზღვევო პრემიაც არის უფრო მაღალი. ამიტომ თუ რაც უფრო მეტი ადამიანი დაეზღვევა, მოგეთ, ანუ რაც უფრო გაფართოვდება სადაზღვევო ბაზარი, სადაზღვევო პრემია შეიძლება პროპორციულად არა, მაგრამ აუცილებლად შემცირდება. და არის კიდევ ერთი მიზეზი. ეს არის ფრანშიზის ნაწილი. ფრანშიზის ნაწილი. ხო, ჩვენთან რატომღაც ითვლება, რომ ნულოვანი ფრანშიზა არის კარგი. მოდი ახსნათ რა არის ფრანშიზა. წინა გადაცემებში შეეხე, მაგრამ თქვათ იმ ადამიანისთვის, რომელსაც წინა გადაცემები არ უნახავს და პირველად უყურებს ახლა ამას. შენთვის განსაკუთრებულად მინდოდა მეკითხა ეს ამ ნულოვან ფრანშიზაზე ჩემი დაკვირვებით გამოვიდა, რომ ამ პროდუქტში ავტოდაზღვევაში ფრანშიზა არ არის განუყოფელი ნაწილი პოლისის და თურმე. განსხვავებით სხვა პროდუქტებისგან. აი შენ გითხარი, საუკეთესო best option არის ufranshizო ავტოდაზღვევის პოლისი? ვიმსჯელოთ და ნახოთ რა დასკვნა უნდა მივალთ. საერთოდ ფრანშიზა არის, ვინც პირველად უყურებს, რომ ვთქვათ, მარტივად რო ახსნათ, ეხლა ფრანშიზის ბევრი ფორმა არსებობს, ბევრი სახე არსებობს, პირობითი, უპირობო, ასეთი ისეთი, მაგრამ ყველაზე მარტივი და ყველაზე გავრცელებული რაც არის ფრანშიზა ავტოდაზღვევაში, ფრანშიზა არის ზარალის ის წილი, რომელსაც დამზღვევი, ანუ თვითონ ის ადამიანი, რომელიც აზღვევს თავის ავტომობილს, იღებს საკუთარ თავზე. ზარალის, ფინანსური ზარალის, ხო? აი მაგალითად, თუ თქვენი ფრანშიზა არის უპირობო ფრანშიზას ვეძახით ამას $50, თქვენ თუ დაგიდგათ რაიმე ზარალი, სადაზღვევო კომპანია ჯამურ ღირებულებას ამ ზარალისას გამოაკლებს $50 და რაც დარჩება, იმას ჩაგირიცხავთ, ხო? თუ არის $500, ჩაგირიცხავთ $450, თუ არის $1000, ჩაგირიცხავთ $950. ეს არის ფრანშიზა.
ჩვენთან გასაკვირად მე ევროპის ქვეყნებში გავსი რამ არ მინახავს, არის ძალიან პოპულარული ნულოვანი ფრანშიზით დაზღვევა, რასაც თვითონ მომხმარებლებიც ითხოვენ, რომ აი სრული დაფარვა მინდა, ყველაფერი რომ ამინაზღაუროთ, ეს ყველაფერი რომ ამინაზღაუროთ ხანდახან არასწორად ესმით, რომ ყველა ტიპის ზარალდაზიანი ანაზღაურდება და ეგ ცალკე ამბავია გამონაკლისების ამბავი, მაგრამ ურჩევნიათ სრული დაზღვევა, იმიტომ რომ გონიათ, რომ ეს არის უკეთესი. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მიდის მათემატიკამდე. ყველაფერი არის დათვლადი და თუ მომხმარებელი ითვლის, საზღვაო კომპანია მით უმეტეს ითვლის ყველაფერს. და როდესაც თქვენ ირჩევთ ნულოვან ფრანშიზას, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დაზღვევაში იხდით ძალიან ძვირს. იმაზე გაცილებით ძვირს, ვიდრე გადაიხდიდით ფრანშიზიანი ვარიანტის არჩევის შემთხვევაში, ეს ფრანშიზიანი ვარიანტი გააჩნია ფრანშიზის ოდენობა რა არის და პრემია მაგის მიხედვით კორექტირდება, მაგრამ როგორ არის ესეთი უკუპროპორციული კავშირი, რაც უფრო იზრდება ფრანშიზა, მით უფრო მცირდება პრემია და პირიქით, რაც უფრო ნულისკენ მოდის ფრანშიზა, მით უფრო იზრდება პრემია. ამიტომ, როდესაც თქვენ საზღვაო კომპანიას ეუბნებით, რომ მე მინდა სრული დაფარვა, ნულოვანი ფრანშიზა ყველაფერზე, ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ თქვენ საზღვაო კომპანიას ეუბნებით, რომ მინდა გადამახდებინოთ ძვირი. და უმრავლეს შემთხვევაში შეიძლება ვიღაცები ამით ხეირობენ, თქვა ზოგიერთი მომხმარებელი, ხო, თუ ბევრი ზარალი დაუდგა ერთი პოლისის განმავლობაში, შეიძლება საბოლოო ჯამში ამ ფრანშიზებით უფრო მეტი დაზოგოს უფრანშიზობით ვიდრე პრემიით, მაგრამ სტატისტიკურად, მე ხო ინდივიდუალურ მომხმარებელს ვერ შევხედავ, მე ვუყურებ ჯამურად პორტფელს, ხო? სტატისტიკურად მომხმარებლები ამ ნაწილში აგებენ. ჯამურად უმრავლეს შემთხვევაში, ამიტომ მათ თვისაც კი ფინანსურად უფრო მომგებიანია ფრანშიზიანი ვარიანტის არჩევა, ვიდრე ნულოვანი ფრანშიზა. ეს რაც ფინანსურ ნაწილს შეეხება. ზოგადად ნულოვანი ფრანშიზით დაზღვევა არ შეიძლება. დაზღვევის პრინციპებს ეწინააღმდეგება საერთოდ, იმიტომ რომ რისკი უნდა გაიზიაროს დამზღვევებმა. თანამონაწილეობა, ხო? და საერთოდ დაზღვევა საიდან მოდის, ხო? ჩვენ რომ მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ, გინდა სახლში, გინდა სამსახურში, სადაც გინდა, ჩვენს ფლობელობაში არის ასობით ნივთი, რომელთა დაზღვევაც აზრადაც არ მოგვივა თავში. და იმ აზრად იმიტომ კი არ მოგვივა, რომ სადაზღვეო კომპანია არ დაგვიზღვევს, აქ პირიქით არის, მოთხოვნა არ არსებობს და მაგიტო პროდუქტი არ არსებობს საზღვეო ბაზარზე. იმიტომ არ მოგვივა აზრად დაზღვევა, რომ მაგალითად კალამი რომ მაქვს, ეხლა თან არ მაქვს, მაგრამ აქ რომელიც თუ გამიტყდა ხვალ შემიძლია ორლარად შევიძინო იგივე კალამი. ხო, ან ჭიქა თუ გამიტყდა სახში, ამიტომ ესეთ იაფასიან ნივთებს არ ვაზღვევ. ვაზღვევთ რას არის მნიშვნელოვანი და რომელზე დამდგარი ზიანიც შეიძლება ფინანსურად იმდენად დამაზიანებელი აღმოჩნდეს, რომ ხვალვე შეიძლება მე თუ ეხ მანქანა დამეწვა მაგალითად, ხო, რაღაცა მეხი დაეცა, ხანძარი გაუჩნდა შენობიდან გადმოვიდა, რომელიც ღირს მაგალითად $20,000, ხო, ჩემს საბაზრო ღირებულება ჩემი მანქანის, ალბათ ხელის თითებზე ჩამოვთვლით იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება რომ ხვალვე წავიდეს და $20,000 მანქანა იყიდოს. და ეგეთ ადამიანებს $20,000 მანქანა როგორც ესე არ ყავთ ხოლმე. ამიტომ ჩვენ სადაზღვევო კომპანიაზე გადაგვაქვს ის რისკი, რომელი რისკის განხორციელების შემთხვევაშიც ჩვენ თვითონ გაგვიჭირდება მისი ანაზღაურება. და თუ კი შენ ყავს პირობითად წარმახსენე $20,000 მანქანა, ზარალის შემთხვევაში 50 და $100 შენ თავზე აღება წეს არ უნდა იყოს პრობლემა. ანუ საზღვაო კომპანიას შენ უნდა გადაიტანო ის რისკი, რომელსაც შენ ვერ გაუძლებ, ან ძალიან რთულად გაუძლებ. და ლოგიკურადაც რო შევხედოთ, ფრანშიზა რა არის, ხო? მე ხო ლოგიკურად მირჩევნია, მე ხო მანქანას როცა ვაზღვევ, გარანტირებულად არ მაქვს რომ ზარალი დამიდგება. შეიძლება დამიდგეს, შეიძლება არ დამიდგეს და ძალიან ბევრი მომხმარებელია ისეთი ჩვენთანაც, თქვენთანაც და ბევრ სხვა კომპანიაში, ან ნებისმიერ 19-ვე კომპანიაში, რომელსაც საერთოდ ზარალი შეიძლება არ მოუწევს, ხო? ამიტომ მე მირჩევნია ლოგიკურად რომ მივყვეთ, გადავიხადო ნაკლები პრემიის სახით და დაცულად ვგრძნობდე თავს, რომ დიდი რისკებისგან დაზღვეული ვარ, ახლა იქ 50, 100 და $200 არ არის სახსენებელი, როცა 20,000-ია ლაპარაკი და თუ ზარალი დადგა, მე შევიდე თანამონაწილეობაში. და თუ ზარალი არ დადგა, მაშინ იმ სიმშვიდისთვის, რომ ჩემი ქონება დაზღვეულია, თავიდან მქონდეს ნაკლები გადახდილი. და ეს ყველაფერი, რასაც ახლა ვლაპარაკობ, ეს არ არის ჩემი აზრი. ეს მათემატიკაა, ანუ დათვლადია. ეხლა ჩვენ ფორმატი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კონკრეტულად რაღაცა Excel-ი გავშალო და რიცხობრივად დაგიმტკიცოთ ეგ, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შემიძლია დავუმტკიცო, რომ ფრანშიზით დაზღვევა საშუალოდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯამურად თუ ავიღებთ, თქვა ამ 1000-ობით ადამიანს, საშუალოდ მათთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ნულოვანი ფრანშიზით დაზღვევა. და ნულოვანი ფრანშიზის შემთხვევაში იხდი იმაზე გაცილებით მეც, ვიდრე თვითონ ფრანშიზის ოდენობა.
ხო, პირობითად $100 ფრანშიზის შემთხვევაში შეიძლება $100 ფრანშიზის შემთხვევაში პრემია შენ გიმცირდება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე არის $100 და აი ხა აქ რო წაგებაში წახვიდებ ჭყალებში კლიენტის თვალით, მომხმარებლის თვალით შევხედოთ, ერთი საზღვაო პერიოდის განმავლობაში უნდა დაგიდგეს 2-3 და მეტი ზარალი და მაგის ალბათობა არის ძალიან დაბალი თუ სტატისტიკას შევხედავთ. პლუს ამას კიდევ ერთი რაც უნდა ვთქვათ, ბაზარზე საზღვარგარეთაც ჩვენთანაც ბევრ კომპანიას, ჩვენ მაგალითად ირაოს გვაქვს უზარალო კლიენტებისთვის ფასდაკლების შეთავაზება. ხო, აი თუ შენ მანქანა დააზღვიე, თუ ავტოდაზღვევაზე ვლაპარაკობ და გავიდა ერთი წელი ისე რომ ზარალი არ დაგიდგა, მე შემდეგ წელს უკეთეს პირობებს ვთავაზობთ, ანუ უკეთეს ფასს ვთავაზობთ და ამ შემთხვევაში კლიენტს შეიძლება ერჩინოს აიღოს ფრანშიზიანი ვარიანტი თავიდანვე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ცოტა გადაიხადოს, მერე თუ პატარა ზარალი მოუვა, ნუ იმას თვითონ მიხედოს, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ავტომობილს განსაკუთრებით, ხო, ეგ რომელიც ქუჩაში მოძრაობს, გარკვეული დაზიანებები გინდა ცვეთა მაინც აქვს რა, ყველა ვარიანტში ცვდება. ამიტომ მოდი ამ პატარა რაღაცებს ეხლა ჩემით მივან საერთოდ არ მივხედავ და დიდი რისკებისგან დავაზღვევ იაფად და უზარალო წელი რომ ექნება, მე კიდევ უფრო ცოტას გადავიხდი. და დიდი რისკებისგან კიდევ უფრო იაფად. ჩვენ რაც გვაწუხებს, ყველაზე მეტად ჩვენთვის რაც არის ძიმე, არის ეს მსხვილი რისკები, რომელსაც აღებაც მე თვითონ ჩემ თავზე არ შემიძლია, თორე რომელიც მე დამაზიანებს დადგომის შემთხვევაში ძალიან ფინანსურად. ხო, რომელსაც ვერ გავწვდები, რომ შევაკეთო. ხო, იგივეა, მარტო საკუთარ მანქანაზე არ არის, ხო, წინა გადაცემებში გქონდა შენ საუბარი პოდკასტებში. მესამე პირის მიმართ, იმიტომ რომ ეხა კი, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა ცალკე პროდუქტია, მაგრამ როგორც წესი ავტომობილის დაზღვევასთან ერთად იყიდება, ეგ იმიტომ რომ ავტომობილის დაზღვევას თუ ყიდულობს ვინმე, იმდენად იაფია, თქვა ავტომობილის დაზღვევასთან შედარებით მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომ ბარემ ყიდულობ, ხო და იქ იღებ დიდ ლიმიტებს, ხო, აი $20,000 შეიძლება აიღო 50,000, 100,000, იმიტომ რომ შეიძლება სხვა დააზიანო ისეთი მანქანა, რომელსაც შენ ფიზიკურად ვერ გაწვდები. ამიტომ ჩვენ ზოგადად დაზღვევას უნდა შევხედოთ ამ კუთხით, რომ დაზღვევა ჩვენს ცხოვრებაში ჩავრთოთ მაშინ, როდესაც მართლა ამის საჭიროება დგას და მე ფიზიკურად არ ყოფის ჩემ ჯიბეში იმის რესურსი, რომ ამას გავწვდე. და ან შეიძლება გავწვდე, მაგრამ მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა მოვიკლო. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი რაღაცები რო არ მოვიკლო, ამისთვის ვთავ მე სადაზღვევოს და შენ შეგიძლია ყველაფერში ჩართო დაზღვევა, რა თქმა უნდა შეგიძლია, რომ ნებისმიერი, არ ვიცი, რაღაც სტატისტიკას ვნახულობ ამასინად $7 გვაქვს რაღაცაზე არანზაურებული ზარალი, ხო? იმიტომ რომ რაღაც ძალიან მიზერული ზარალი იყო. შეგიძლია შენ ჩართო, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ადამიანმა, რომელსაც $7 მიიღო ანაზღაურება, სამაგეროდ პრემიაში ბევრჯერ $7 გადაიხადა ზედმეტად. ამიტომ ეს ჩვენ ბაზარზე რომ ნულოვანი ფრანშიზა არის ძალიან გავრცელებული და ყველაზე მოთხოვნადი, იმიტომ რომ ნუ ნაკლები ცოდნის ინფორმაციის გათვითცნობიერების გამო მომხმარებლებს გონიათ, რომ ეს მათთვის უკეთესი ვერსია დაზღვევის. ამიტომ სადაზღვევო პრემიას ეს ზრდის მნიშვნელოვნად და მე თუ მკითხავ, ყველაზე მთავარი ფაქტორი იმისა თუ რატო არის დაზღვევა ძვირი არის ნულოვანი ფრანშიზა. გასაგებია. აი ევროპულმა კომპანიებმა ჩართეს რაღაც ინსტრუმენტები, როგორიც არის ტელემატიკა, ხელოვნური ინტელექტი, იმისთვის, რომ პერსონალური დაზღვევა შესთავაზონ ადამიანებს. ჩვენ თუ მიზეზზე ვსაუბრობთ, რატო არაზღვევს ბევრი ადამიანი, შეიძლება ის არის მიზეზი, რომ ჩემი დაკვირვებით თუ ვცდები შემისწორე, რომ საქართველოში დაზღვევის ინდუსტრია ძალიან ჰარმონიული არ არის. ამ თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ. შესაძლოა აი ამ ნაწილის განვითარებამ უფრო განავითაროს სექტორიც. როგორ ფიქრობ, როგორ დაინერგება, ან როდის დაინერგება ესეთი ტექნოლოგიები ჩვენთან? ნახევრად გეთანხმები. იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს ბაზრის განვითარება მარტო სადაზღვევო კომპანიებზე არ არის დამოკიდებული. სადაზღვევო კომპანიები და მისი მომხმარებლები ავითარებენ ერთმანეთს. ამიტომ იმისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიამ რაღაც ახალი პროდუქტი შესთავაზოს, რაღაც ახალი რაღაც დანერგოს, მნიშვნელოვანია, ნერგავენ კიდეც, თავაზობენ კიდეც, მაგრამ მეორე მხრივ მომხმარებლის მზაობაც უნდა იყოს ამისთვის. და ამიტომ ჩვენ სანამ რაღაც აქვთ ევროპაში ჩავსულ ვარ ხოლმე რაღაც შეხვედრებზე, გვიზიარებენ გამოსვლებას, ბევრი ძალიან საოცარი პროდუქტი აქვს, რომელზეც მიფიქრე რა კარგი იქნება რომ ჩვენთანაც იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ჯერ უნდა იყოს რაღაც ბაზისური რაც არის დაზღვევის პრინციპებს რაც ეფუძნება ასე ვთქვათ და რაც არის მთავარი დაზღვევაში ეს ბაზისური პრინციპები კარგად გაჯდეს მოსახლეობაში
და მე შეგვიძლია დავამატოთ ის pay as you drive რაც არის მაგალითად რომ რასაც გადიხარ იმის მიხედვით იხდი დაზღვევაში ხო ყოფილა ცალკეული კლიენტების მხრიდან ცალკეული მომხმარებლების მხრიდან ამის სურვილიც შევჩეხები ვარ მე თვითონაც სამუშაო პროცესში მაგრამ ეს არის მხოლოდ ცალკეული მომხმარებლები და ეს არის იმას რომ ბაზარი ჯერ მზად არის ამისთვის ამიტომ სანამ ესეთი წინ advanced რაც არის წინწასული მოთხოვნები სანამ დაკმაყოფილდება, მანამდე რაღაც ბაზისურ პრინციპებს უნდა მიეჩვენონ ადამიანები დაზღვევის რა არის დაზღვევა, რისთვის სჭირდება, რაში ვიყენებ და ასე შემდეგ. საბაზისო პროდუქტები უნდა გქონდეს, იმიტომ რომ სადაც ეს პროდუქტები განვითარდა, იმათ აქვთ არა წლობის, არამედ საუკუნეების დაზღვევის პრაქტიკა. ავტოდაზღვევის საუკუნეების ვერ ექნებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად დაზღვევის პრაქტიკა შუა საუკუნეებიდან იწყება ბევრგან და ამიტომ მოსახლეობაში აი კარგი ინდიკატორია მაგალითად როცა ჩემ ქართველ მეგობარს ვეკითხები რატო არ ყავს მანქანა დაზღვეული მეკითხება რატო უნდა დავაზღვიო მაგრამ როდესაც თქვა ჩემს სლოვენიელ მეგობარს კითხე პირიქით, რატო ყავს მანქანა დაზღვეული თუ რატო არ უნდა დავაზღვიო? ანუ პირიქით შემომიბრუნა. ანუ აი ესეთ ქვეყნებში, სადაც და კონტინენტებში, სადაც დაზღვევა განვითარებულია, როგორც სადაზღვევო ბაზარი, ხო? იქ პირიქით ვერც კი წარმოუდგენიათ ადამიანებს დაზღვევის გარეშე არსებობა და დაზღვევაში მე არ გულისხმობ ჩვენს ქვეყანაში მაგათ დაზღვევას რო ახსენებ, პირველ რიგში სამედიცინო დაზღვევა მოძდით ხოლმე, თავში ჯანმრთელობის დაზღვევა, კვლევები, ექიმები და ასე შემდეგ. ეს მე გაჩენილი პროდუქტია. ძირითადი მთავარი წამყვანი არის ქონებრივი რისკების დაზღვევა, პასუხისმგებლობის დაზღვევა. ქონებრივი რისკებში გულისხმობ როგორც უძრავ ქონებას, მოძრავ ქონებას, ტვირთებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს სამედიცინო დაზღვევა, რასაც ჩვენ დღეს უმრავლეს შემთხვევაში დაზღვევას ვეძახით, საკმაოდ გვიან გაჩენილი პროდუქტია. ძველი ქონებრივი რისკები, საიდანაც შუა საუკუნეებიდან რაც იწყება. ნამდვილად. აი ცოტა მომხმარებლის თვალით რო შევხედოთ. ქცევა მომხმარებლის ხომ არ იცვლება დაზღვეულ ავტომობილში. ანუ უფრო გაუფრთხილებელი მძღოლები ხომ არ ვხდებით დაზღვეულ ავტომობილში, როდესაც ვზივართ. როგორია მომხმარებლის ქცევა? ადრე როგორი იყო, ეხლა თუ არ იცვლებების ტენდენცია შენი დაკვირვებით? ნუ საღი აზრი გვეუბნება, რომ ასე უნდა იყოს. არის კიდეც იცვლება, რა თქმა უნდა იცვლება მომხმარებელსება, მაგრამ მარტო ამაზე არ არის დამოკიდებული. ზოგადად, როდესაც გაქვს რაღაც უსაფრთხოების გარანტია, ქცევა იცვლება, მარტო დაზღვევაზე არ არის. ადრე გერმანული კვლევა ვნახე, ანუ დასავლურ ქვეყანაში ძველი კვლევა არის. როდესაც სავალდებულო გახდა ღვედების გაკეთება, ავტოსაგზაოების შემთხვევაში იმატა. იმიტომ რომ ღვედ გაკეთებული ადამიანები უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს, სხვა საკითხია რამდენად არიან დაცულები, მაგრამ უფრო დაცულად გრძნობდნენ თავს და შესაბამისად უფრო რისკიანადაც იქცეოდნენ. თითქოს სიფრთხილის ზომები დაკარგეს. ამიტომ დაზღვევაც ერთგვარად ღვედის გაკეთებას შეიძლება ფიგურალურად გადატანით მნიშვნელობით შევადაროთ და დაზღვეული ადამიანების ქცევა იწვევა. მაგით არის სხვა შეიძლება ფრანშიზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გარდა იმ ფინანსური ნაწილისა არის ის, რომ როდესაც შენ თავზე რისკის რაღაც ნაწილი გაქვს დატოვებული და თუ ზარალი დადგა შენს ცირედით, მაგრამ ფინანსურად მაინც ზარალდები, ასეთ შემთხვევაში შენი ქცევა მნიშვნელოვნად არ იცვლება. თუმცა ეს არ არის მხოლოდ წარმმართველი მაინც და მაინც. აი თუ დაუზღვეველი ვარ, ფრთხილად დავდივარ მანქანით და თუ დაზღვეული ვარ, შუბლით შევასკდები რაღაცას. თუმცა გარკვეული გავლენა ქცევაზე ნამდვილად აქვს. კი. კარგი. და ამიტომ არის ბოდიში კიდე დავამთავრებ, რომ თქვათ, როცა სადაზღვევო გამონაკლისებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით უხეში გაუფრთხილებულობები არის საგამონაკლისო შემთხვევები, ხო? რადგან დაზღვეული ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გეპატიება და რაც არ უნდა ქნა, სადაზღვევო კომპანია ყველაფერს თვალის დაუხანხანებლად აგინაზღაურებს, ხო? ამ გამონაკლისების არსებობა ზუსტად ემსახურება იმას, რომ შენი ქცევა დაზღვევის შემდეგ ერთ-ერთი მიზეზი ეგეც არის, რომ მნიშვნელოვნად არ შეცვალო, რომ რისკის მოხდენის ალბათობა დრამატულად არ გაიზარდოს. გასაგებია. აი ფორმულა 1-ის ფანები დამეთანხმებიან, უკვდავი განხილვის თემა არის მძღოლი თუ ავტომობილი. დაზღვევაში რომელი უფრო მნიშვნელოვანია? აი შენ ახსენე, რომ ყოველდღე ლამის რომის. აი შენ ახსენე, რომ ჩვენ თუ ირაოში გვყავს გვაქვს ისეთი პოლისი, რომელსაც წლებია ზარალი არ დადგომია, იმას უკეთეს ტარიფს შევთავაზებთ. კი ბატონო. ანუ თქვენ აქცევთ უფრო მეტ ყურადღებას ავტომობილს როგორია თუ მძღოლს როგორია? ბანალურად რო გიპასუხოთ ორივეს.
ზოგადად ანდერრაიტინგული მიდგომა გულისხმობს იმას, რომ მნიშვნელოვანია მძღოლიც და მნიშვნელოვანია ავტომობილიც. ზოგადად გააჩნია რა კუთხით შევხედავთ. აი პრემიის ოდენობის კუთხით თუ შევხედავთ, მან ყველაზე მთავარია მანქანის ღირებულება, ხო? რაც არ უნდა მაგარი და კარგი მძღოლი იჯდეს 200,000-იან მანქანაზე და რაც არ უნდა ცუდი მძღოლი იჯდეს 300,000-იან მანქანაზე. თანხობრივად ბუნებრივია რომ 200,000-იან მანქანას პრემია გამოუვა უფრო მეტი. ამიტომ საზღვაო რეიტები უკეთესი საზომია და ნუ რეიტი განსაკუთრებია რომ უკეთეს მძღოლს უკეთესი ექნება. მე თუ მკითხავთ არც ეს ორი თემა ერთმანეთსგან განცალკევებული არ არის. ხო შუს და ჩემ პრაქტიკაში და სტატისტიკა აჩვენებს რომ მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ზოგადად ჩემთვის მძღოლი უფრო მნიშვნელოვანია იდეაში პირდაპირ თუ გინდათ რომ ორივე მნიშვნელოვანი, ანუ მე როცა ანდერრაიტინგულ პროცესში რისკის შეფასებისას ვერცეც ვერ გადავაგდებ ჭალებში, ანუ ყურადღების მიღმა ვერცეც ვერ დავტოვებ. უნდა შევხედო მანქანას, ღირებულებას, შეიძლება ძრავის მოცულობას, როგორი ტიპის მანქანაა, უნდა შევხედო აუცილებლად მძღოლსაც, მაგრამ როგორ შეხედავ მძღოლს? თუ პირველად აზღავს შენთან მანქანას? როგორ შევხედავ რას გულისხმობ? ანუ რა კრიტერიუმ მძღოლი მოვიდა ადამიანი, რომელიც სრულწლოვანია, აქვს ხო და აი სრულწლოვანი არის 18 წლისა თუ 58-ის? ხო, აი რას შეხედავ შენ? აი რა კრიტერიუმებს? მაშინა იყო თუ 40 წლის წინ? აი ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ასაკი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამას ვერ უარყოფთ. აი როგორც ჯანმრთელობის დაზღვევაში ხო პირიქით არის, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ, უფრო იაფია შენი დაზღვევა. ავტოდაზღვევაში პირიქით არის. რაც უფრო ასაკოვანი ხარ, რაც უფრო, ნუ, არ არის თლად ესე წრფივი კავშირი, მაგრამ რაც უფრო იზრდება შენი ასაკი, მით უფრო უკეთესი დაშვება, რა თქმა უნდა. საშუალო სტატისტიკურად ვამბობ, თორე კიდევ ერთხელ ვამბობ, ინდივიდუალურად შეიძლება ბევრი 60 წლის ცუდი მძღოლი მინახავს და 20 წლის ძალიან კარგი მძღოლი, მაგრამ აქ ვსაუბრობთ საშუალოდ. ან რაც უფრო მეტი გაქვს გამოცდილება, მაშინ უკეთესი მძღოლი ხარ. და ზოგადად ჩემი დაკვირვებით მძღოლები ირჩევენ თავისნაირ მანქანებს. ამიტომ როცა რაღაცაზე ვლაპარაკობთ, რომ აი ცუდი მანქანა დაზღვევის კუთხით, რა თქმა უნდა, თორე შეიძლება იდეალური მანქანა იყოს, მაგრამ რაღაც სპორტული მანქანა მაღალი ძრავით, ბევრი ცხენის ძალით და სწრაფი აჩქარებით, სადაზღვევო კუთხით უფრო მაღალი რისკის მატარებელი. ცუდ მანქანაში წყალში ამას ვეძახით, თორე არასწორი ტერმინია, თქო, უფრო მაღალი რისკის მატარებელია, მძღოლებით შესაბამისები ირჩევენ. ანუ სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ BMW-ს მძღოლები ცოტა ხულიგნები არიან, მე ბოდიშუხტი ყველა წესიერ BMW-ს ყველა წესიერ მძღოლს, მაგრამ სტატისტიკა ადასტურებს იმას, რომ BMW-ს კუპეს მაგალითად ვინც ირჩევს ან BMW-ს სედანს, ან M სერიას BMW-ს, მძღოლიც უფრო მომატებული რისკია. ზოგადად ასაკი, აი ხა ჩემ მეგობრის მაგალითი მახსენდება, სულ აი თვალწინ რო წარმოვიდგენ და თუ ავტომობილებში ვიცერკვევა, ყველა მიხვდება და სადაზღვევოს პირველ წარმოადგენლებ, ხო? მართვის მოწმობა რო აიღო რაღაცა იყიდა BMW სედანი ტროიკას რო ეძახიან ბოდიში სლენგისთვის, მექანიკა, მოკლედ ეს მანქანა კარგად ახათქუნა წინ და უკან. კარგად, მაგაზე ისწავლა კარგად ტარება, მაგრამ ეს ახალგაზრდული ხულიგნურის მერე გადაჯდა იქიდან CLS-ზე, Mercedes-ზე, რომელიც ასევე წაუსპორტულებს ეს მანქანა. და მე ცოტა ასაკი მოემატა, მე დაოჯახდა, მე შვილი შეეძინა და მე გადაჯდა Toyota-ს. Toyota Aqua-ზე. მოპირობით მაგალითად და აი ახლა უკვე ზის Mazda CX-5-ი, ანუ Mazda Jeep. ხო, მოსაწონი კლიენტი. კი, ეს ადამიანი ჩემთვის არის კარგი რისკი, ბევრი მიზეზის გამო, იმიტომ რომ დიდარი გამოცდილება აქვს, რაღაცებს უხათქუნა კიდეც. მანქანა უკეთესი იყიდა დაზღვევის კუთხით ვამბობ, თორე CLS შვენერი მანქანაა, მე არაფერს არ ვეჭვ, მაგრამ უფრო ძვირია მის დაზღვევა, ხო? ოჯახი ყავს, მცირეწლოვანი შვილები ყავს, ხშირად ეს შვილები დაყავს წინ და უკან. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა რისკის შეფასებაზე ახდენს გავლენას და ბუნებრივია სადაზღვევო სფეროში ჩაუხედავი ადამიანიც ცხადია დამეთანხმება რომ 35 წლის კაცი რომელიც სოლშვილთან ერთად ზის მანქანაში და სადღაც მიდის ჯიპით მაღალი გამავლობის მანქანით თქვათ გაცილებით უკეთესი რისკია ვიდრე 20 წლის ბიჭი რომელიც სპორტულ მანქანაში ზის მარტო და არავითარი პასუხისმგებლობები ბეჭედი არ კიდია ბევრი ამიტომ ძღოლი თუ მანქანა ესე თუ ვიტყვით, მე ვიტყვი რომ ეს ორი ერთმანეთთან გადაბმულია. კი. ძღოლიც და მანქანაც.
ძალიან კარგი. წინა სტუმრებმა თავიანთი სადაზღვევოს პროდუქტები წარმოგვიდგინეს ასე თუ ისე. აი თქვენ ირაოში რა გაქვთ ის განსაკუთრებული ავტოდაზღვევასთან მიმართებით, რატომაც თქვენზე უნდა გააკეთოს არჩევანი მომხმარებელმა, აი რას გამოყოფდი? ბევრია, მაგრამ რამდენი მნიშვნელოვანს ვიტყვი ხა. ჩვენი ორიენტირი არის ხარისხზე. სერვისზე, სისწრაფეზე, ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მაგალითად რაოდენობაზე, როცა ბევრი, იმიტომ ხო იცი რაღაც დრამატულად როცა გეზრდება რაოდენობა, დაზღვეულების თუ დაზღვევაზე ვლაპარაკობთ, ხარისხი ფუჭდება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. შეფასების სამართლიანობა, რომ თუ როცა ადამიანს ზარალს აუნაზღაურებთ, მას არ დარჩეს იმის განცდა, რომ აი რაღაცა ღირდა ჩემი საქარე მინა რო გატყდა ღირდა 1000 ლარი და ჩამირიცხეს 200 ლარი მაგალითად. ან გადამიხადეს 200. ხო, ეს სამართლიანი შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცხადია რა თქმა უნდა, ეხლა უკმაყოფილო კლიენტები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ ვცდილობთ არ იყოს და ჩვენთვის რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ფინანსური სიმყარე. ირაოს 100%-ის წილის ფლობელი არის ვენის სადაზღვევო ჯგუფი, ანუ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სადაზღვევო ჯგუფი და ჩვენს უკან როცა დგას ვენის სადაზღვევო ჯგუფი, კლიენტს მომხმარებელს შეუძლია თავი იგრძნოს დაცულად, იქიდან გამომდინარე, რომ მისი აქტივები რაც ჩვენთან აქვს დაზღვეული საიმედო ხელშია და მარტო ირაოში კი არ არის დაზღვეული, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვენის სადაზღვევო ჯგუფი იღებს მის აქტივებზე პასუხისმგებლობას და ზოგადად როცა მომხმარებლები მერჩევა მექნება მომხმარებელთან, როდესაც ირჩევენ სადაზღვევო კომპანიას, რომელსაც ანდობენ თავისი აქტივების დაზღვევას, მნიშვნელოვანია, რამდენადაც მათ შეუძლიათ მათი ფინანსური სიმყარე შეამოწმონ. ანუ თუ კი დადგა ყველაზე ჩვენ როცა ვაზღვევთ, იმ დროს ვფიქრობთ ყველაზე უარეს შედეგზე. ყველაზე უარეს შედეგი არის ეგრეთ წოდებული total loss, რასაც ვიზახით, ანუ სრული განადგურება დაზღვეული ქონების და თუ ეს დადგა, რამდენად შეუძლია იმ კომპანიას, რომ შენი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. კი, ჩვენ წინა ეპიზოდებში გამოვყავით 4 კრიტერიუმი, როგორ უნდა ავარჩიოთ სადაზღვევო კომპანია და ეხლა შენ დაამატე კიდევ ერთი. ფინანსური სიმყარე. ფინანსური სიმყარე. კი, იმასთან ერთად რა ფასს გვთავაზობს სადაზღვევო კომპანია, როგორ ანაზღაურებს ზარალებს, რამდენად ღია ინფორმაციის მოწოდების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავწმუნდეთ პოლისის ყიდვამდე, რამდენად მყარი ფინანსური საფუძველი აქვს ამათ თუ იმ კომპანიას. პრემია არის ძალიან ერთი მცირე ნაწილი რა, მნიშვნელოვანი ნაწილი, მე რა თქმა უნდა არ დავუპრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვიხდი ამ ფულს, რომ სანაცვლოდ რაღაცა უნდა მივიღო, მაგრამ მხოლოდ პრემიაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება შეიძლება თლად სწორი ვერ აღმოჩნდეს. როგორც წესი არ არის ხოლმე სწორი. ხა ამის მაგალითი კონკრეტულად რა თქმა უნდა ვერ დავასახელებ, მაგრამ რაც ჩვენ კვლევებს ვაკეთებთ ხოლმე ბაზარზე კეთდება კვლევები საზღვაო კომპანიების მიხედვით და კმაყოფილების კვლევები ტარდება მომხმარებლებისთვის და თქვათ ერთ-ერთ კომპანიას, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მაღალი კმაყოფილება ფასთან დაკავშირებით, როცა ფასზე ვეკითხებოდით, ხო? იმავე კომპანიას ყველაზე დაბალი კმაყოფილება ჰქონდა ანაზღაურებასთან მიმართებით. ამიტომ მხოლოდ ფასზე აქცენტის გაკეთება და იმიტომ რომ ფასის გარდა არის უამრავი პირობა, იგივე ფრანშიზაზე განახსენები, იგივე დაფარვები, იგივე გამონაკლისები და არ დაიჯეროს არავინ, რომ არსებობს სადაზღვევო, რომელიც პროდუქტს დაგიზღვევს გამონაკლისის გარეშე. ეგ გამორიცხული. ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს გამონაკლისები და მათ შორის სადაზღვევო კომპანიის შეფასებისას ეგეც უნდა გაითვალისწინოს პოტენციურმა მომხმარებელმა, რომ მარტო იმას ეუბნება თანამშრომელი, ამას აგინაზღაურებთ, იმას აგინაზღაურებთ, ეს გექნებათ დაფარული, თუ იმაზეც უკეთებს აქცენტს, რა გამონაკლისები აქვს ამ სადაზღვევო პროდუქტს. იმიტომ რომ კლიენტების მიმართ ეს სამართლიანი მოპყრობის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ სრული ინფორმაცია მიაწოდო არა მხოლოდ იმაზე, რაც ეკუთვნის და რა შემთხვევაში მიიღებს ანაზღაურებას, არამედ იმაზეც, რა შემთხვევაში შეიძლება უარი ეთქვას ანაზღაურებას და ასეთი მაგალითებიც ბევრია. ამიტომ ჩვენც თუ მთელ ხელშეკრულებას არ წავიკითხავთ დასწვევის, გამონაკლისების თავი აუცილებლად უნდა წავიკითხოთ ყურადღებით. კი, მაგალითად ჩვენ ხელშეკრულებაში გამონაკლისების თავი მუქი შრიფტით წერია. და ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში არ უყვართ ხოლმე ხელშეკრულებების წაკითხვა. იგივე ყველაზე გავრცელებული მაგალითი ხა დაზღვევო პირველი არ გაგახსენდება, ეს არის საბანკო სესხები. როცა მე არ ვიცი რამდენ პროცენტს ადამიანებისას, ვისაც სესხი აუღია ოდესმე, აქვს წაკითხული სასესხო ხელშეკრულება სრულად. ეგ რიცხვი მე არ ვიცი, მაგრამ
ვარაუდობ, რომ იქნება ერთნიშნა პროცენტებში თუ გავზომავ. ძალიან ცოტა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო კომპანიებიც არის ფინანსური ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები და როგორც თქვათ, მნიშვნელოვანია, რომ ბანკში როცა იღებს სესხს ან აკეთებ ანაბარს ან ასე შემდეგ, კითხულობ, უნდა წაიკითხო წესით ხელშეკრულება კარგად, რა არის ერთი მხარის ვალდებულება, მეორე მხარის ვალდებულება, რისი უფლება აქვს ერთ მხარეს, რისი უფლება აქვს მეორე მხარეს, ზუსტად ანალოგიურადაც არის ყველაფერი გაწერილი სადაზღვევო კომპანიის საზღვაო კომპანიების ხელშეკრულებებში. ამიტომ წაკითხვა არის მნიშვნელოვანი. კი, გამოვყოთ ეს ნახევარი საათი, რომ გულდასმით წავიკითხოთ. ჩვენი ანუ სადაზღვევო, თქვათ, ავტოდაზღვევოსაც აკეთებ, ხელშეკრულება გაცილებით მოკლეა, ვიდრე თქვათ, როცა ბანკში აკეთებ იპოთეკურ სესხს. ამიტომ ხო, ნახევარი საათი თუ რა დროც დაჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ უნდა შეხედო იმას, რომ შენთვის მნიშვნელოვან აქტივს, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანეს ხო არ ვაზღვევთ. შენთვის მნიშვნელოვან აქტივზე პასუხისმგებლობას გარკვეულწილად აკისრებ ვიღაცას რაღაც ხელშეკრულების საფუძველზე და რა ხელშეკრულების საფუძველზე აკისრებ, ეს ხომ უნდა კონდეს კარგად წაკითხული, რომ სწორი მოლოდინები შეიქმნა მერე. და იცოდე რომ მაგალითად შენ კი მანქანა კი ყავს დაზღვეული, მაგრამ თუ დაშვებული სიცხარე 60-ია და მიდიხარ 160-ით, მაგ დროს დამდგარი ზარალი არ აგინაზღაურდება, რა თქმა უნდა. ასაკებია. ნელ-ნელა ბოლოსკენ რომ მივიდეთ, დაზღვევის ზედამხედველობამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემი 20-24 წლის 12 თვის. ალბათ გაიცანი ამ ინფორმაციას. ანუ რისი გამოსწორების იმედი გაქვს 20-25-ში, ან როგორი პოზიცია გაქვს ამ მონაცემების, რაც ნახე 20-24 წლის შეჯამებული. მე სიმართლე გითხრათ, პირველ რიგში ველოდები სავალდებულო მესამე პირის დაზღვევას როგორ იქნება. იდეაში რას ეხა ამ ანგარიშთან მაგას ნაკლებად აქვს კავშირში, მაგრამ გაზრდის ციფრებს ალბათ, ხო, სავალდებულო დაზღვევის შემოღება. რიცხვებს გაზრდის სავალდებულოდ. ხო, რიცხვებს გაზრდის მესამე პირის მიმართ, რა თქმა უნდა, ეგ ბევრს არასწორად ესმის, რომ ანუ მანქანის დაზღვევას მაიძულებენ, არა. რა თქმა უნდა, ეგ არსად დედამიწის ზურგზე თქვენი პირადი კერძო საკუთრების დაზღვევას, მანქანა იქნება, ეს ბინა იქნება თუ რა იქნება, ამას ვერავინ ვერ გაიძულებთ და არ გაიძულებთ. სავალდებულო დაზღვევა გულისხმობს მხოლოდ მესამე პირის მიმართ წარმოშობილი პასუხისმგებლობის დაზღვევას, რაც უკვე თქვენ აღარ გეხებათ. რა თქმა უნდა, რიცხვებს გაზრდის. რა თქმა უნდა, სავალდებულო მესამე პირის დაზღვევა მოაწესრიგებს იმას, რაც თავში დავიწყე შესაძლოა არასწორ ბაზას. იმიტომ რომ მე კი შეიძლება კანონით არ ვარ ვალდებული, რომ ეხლა ჩემი მანქანა რომ დავშალე და ნაწილი კარი ცალკე გავყიდე, ბამპერი ცალკე, ძრავი ცალკე და შემდეგ რომ ჩამოვწერო, მაგრამ თუ კი ჩემი ავტომობილი არის აქტიური სტატუსით რეგისტრირებული, მაშინ მე იძულებული ვიქნები მასზე ვიხადო სავალდებულო დაზღვევის გადასახადი. ამიტომ კეთილს ვინებებ, მივალ მომსახურების სააგენტოში, გადავიხდი 50 ლარს, რაც ღირს მე მგონი და ჩამოვწერ ჩემს მანქანას და ამით თავარი მოლოდინი და იმედი მაქვს ეგ რომ ეს ბაზა როგორც საბოლოო დადერთვიდან მოწესრიგდება და გასწორდება. რაც არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება დაზღვევის ზედამხედველობის ანგარიშს, ხო, პოზიტიური ძვრები არის. იზრდება როგორც რაოდენობრივად დაზღვეული ადამიანების რაოდენობა, კომპანიების რაოდენობა, ავტომობილების რაოდენობა, მოზიდული პრემიების რაოდენობა, ანუ უფრო და უფრო მეტად იყიდებს დაზღვევა ფეხს, თუმცა ჩემი დაკვირვებით საკმაოდ ჯერ კიდე დიდი გზა არის გასავლელი იმისთვის, რომ თქვათ, რომ აი ჩვენს ქვეყანაში საზღვაო ბაზარი კარგად არის განვითარებული, თქვათ, როგორც დასავლეთის ქვეყნებში. თუმცა სადაზღვეო ბაზრის განვითარება თუ ქვეყნის განვითარებასთან ერთად არ მოხდა, ანუ თუ ქვეყანა ვერ განვითარდა, ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანაში არსებული ბაზრებიც, ბიზნესებიც შესაბამისად სამწუხაროდ ვერ განვითარდება. ევოლუციურად ვითარდებით ეს ჩანს ამ ციფრებში და როგორც წინ მივდივართ და როგორც შენ დაიწყე საუბრით, რევოლუციურად განვითარება კარგი არ იქნება ამ სექტორისთვის. რევოლუციურად განვითარება მე მგონი არც ერთი სექტორისთვის არის, საფინანსო სექტორებზე თუ ლაპარაკობ და პასუხისმგებლობის აღებაზე როცა ლაპარაკობ, სადაზღვევო კომპანია დიდ პასუხისმგებლობას იღებს ძალიან ათასობით ადამიანის წინაშე, რევოლუციური ნახტომები შეიძლება არ იყოს, ეგ ჩემი პირადი აზრია, შეიძლება ვიღაცა არ დამეთანხმოს და ეგეც ჩვეულებრივი ამბავი.
და ის რომ ვითარდება და პოტენციალი აქვს, ამის ერთ-ერთი დასტური არის საზღვაო კომპანიების რაოდენობა საქართველოში. ჩვენთან არის 19 სადაზღვაო კომპანია და თუ კი გადავთვლით მილიონ მოსახლეზე, საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა სადაზღვაო კომპანიების რაოდენობით, თქვათ უფრო მეტია ჩვენთან ვიდრე გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. და თუ კი საერთოდ დაზღვეულებზე გადავთვლით, დაზღვეულების რაოდენობაზე, მან საერთოდ წინ გავვრბივართ და ერთ-ერთი ინდიკატორი არის ის, რომ ბაზარი ვითარდება და ბაზარი ასათვისებელია. დიდი წილი ასათვისებელია. მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული, არა მხოლოდ ავტოდაზღვევის მიმართულებით, ერთადერთი მეტნაკლებად ჯანმრთელობის დაზღვევა შეიძლება თქვას, რომ ცოტა ჭყალებში მოედო ბაზარს, თუმცა მანდაც გაცილებით მეტი კიდე წინ არის. მერე მოყვება უკანამასა ავტოდაზღვევა და მერე სხვა დანარჩენი ტიპები დაზღვევის. ასე რომ ამირი მიწა ბევრია, რომელიც ასათვისებელია საზღვაო კომპანიების მხრიდან. დიდი მადლობა ცოტა. ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა ჩემი აზრით. ხო, იმედი მაქვს, რომ მაყურებელს საინტერესო იქნება. ბევრი კუთხით შევხედეთ გამოწვევებს ავტოდაზღვევაში, ზოგადად დაზღვევაში, არა მარტო ავტოდაზღვევაში, არამედ დაზღვევაში ბევრი კუთხით და აი ჩვენი საუბრის მერე კიდევ უფრო დავრწმუნდი იმაში, რომ ბევრი კომპანიის წარმომადგენელი უნდა მოვიწვიო, რომ უფრო ნათლად დავანახო ჩემს გამომწერებს, რატო უნდა იყიდონ პირველ რიგში დაზღვევა. რა მნიშვნელობა აქვს ამას და რას თავაზობს თითეული კომპანია მას. კი ბატონო, მე ძალიან მეშინო და სხვა შორის ცოტა ტექნიკურ ტერმინებში არ გადავიჭრა და მაყურებლისთვის გაუგებარ ენაზე არ ვილაპარაკოთ, მაგრამ მე მგონი გამოგვივიდა გასაგებ ენაზე საუბარი. ძალიან გასაგები იყო ჩემი აზრით, ნუ შეგვაფასებს მაყურებელიც. მეკითხები ექნებათ, სიამოვნებით ამ თემაზე ლაპარაკი არ მეზარება. დიდი მადლობა. მადლობა ან პირიქით. თქვენ კი გამოიწერეთ აუცილებლად არხი ინფორმაციული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო თემები გელოდებათ წინ, რომელიც თქვენი ფინანსური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა პოდკასტ არიას სივრცის გამოყოფისთვის, მე კი მომავალ ეპიზოდამდე გემშვიდობებით.